მოგესალმებით. გადავწყვიტე, რომ ჩავწერო განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი რესურსის ვიდეო განხილვები. დღეს იქნება პირველი განხილვა და დავიწყებ რა თქმა უნდა ნულიდან. უპირველესად გამოვიძახოთ ნებისმიერი ბრაუზერი, მაგალითად ახლა ვიყენებ Microsoft-ის Edge-ს და გამოვიძახოთ საიტი school.emis.g. დავაწყაბოთ Enter-ზე და ვნახოთ ვებგვერდი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ საიტზე მოცემულია 4 სხვადასხვა საგნისთვის მასალა. პირველი იყო კომპიუტერული ტექნოლოგიები, 02-ზე, ან მეორე გვერდზე განთავსებულია ბუნება, მესამე გვერდზე განთავსებულია ხელოვნება და მეოთხე გვერდზე განთავსებულია მუსიკა. ეს საგნები შეგიძლიათ თქვენ თვითონ განიხილოთ და დაათვალიეროთ, მაგრამ ახლა გადავინაცვლოთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, რომელიც არის 01-ზე და აქვე გეტყვით, რომ 0 და 1 მას შემთხვევით არ შეხვედრია. ანუ ეს ნომერი შემთხვევით არ შეხვედრია. დავაკონკრეტებ, რომ 0 და 1 არის დადებითად და უარყოფითად დამოხტული ნაწილაკების სიმბოლური აღნიშვნა და რადგანაც კომპიუტერი მუშაობს ელექტროენერგიაზე, ანუ ყველაზე ფუნდამენტური რაც არის, ამიტომაც ჩვენ შეგვდა 0 და 1. დავაჭიროთ დაწყებას და ვხედავთ, რომ მეორედან მე-6 კლასის ჩათვლით გვაქვს სხვადასხვა თემები. პირდაპირ განხილულია მეორე კლასის საკითხები, შემდეგ გვაქვს მესამე კლასის გაკვეთილები, მეოთხე კლასის გაკვეთილები, მეხუთე კლასის გაკვეთილები და მეექვსე კლასის გაკვეთილები. მოდით ახლა პირველ რიგში შევხედოთ მეორე კლასის პირველივე გაკვეთილს. ეს არის პირობითი ნიშნების ენა და ვნახოთ რა იმალება ამ გაკვეთილის უკან. მაშ ასე. ჩვენ ხედავთ თემის სათაურს და პირველივე გამოსახულებას. ნახეთ? ჩვენ გვაქვს მოცემული ნახატები, ანუ ძალიან მარტივი სიტყვებით, ყველაზე ადვილი სიტყვებით, რომ ვისაუბროთ და არ გავართულოთ. ეს ნახატები კომპიუტერში არის გრაფიკული გამოსახულება. ნახატი, გრაფიკული გამოსახულება, ან გრაფიკა. პირველი სურათი ჩვენ გვეუბნება, რომ ვხედავთ ძველ ეგვიპტელს. თანამედროვე ეგვიპტელები ასე რა თქმა უნდა არ დადიან და ეს სურათი ჩვენ გვეუბნება, რომ ეს არის ისტორიული გამოსახულება. შემდეგ გვაქვს მიმართულების ისრები, რომელიც რამდენჯერმე არის გამოყენებული და შემდეგი გრაფიკა, ანუ სურათი ასახავს საგზაო მოძრაობის წესებიდან ზებრა გადასასვლელის შინაარსს. შემდეგი ნახატი ასახავს უბრალოდ ადამიანს, რომელიც მოძრაობს. კიდევ შემდეგი გამოსახულება ასახავს უკვე გაფერადებულ ადამიანს, ასე რომ ვთქვათ, ანუ უკვე ფერები გვაქვს. და ბოლო ნახატი, რით განსხვავდება დანარჩენი ნახატებისგან, ეს ნახატი არის სამგანზომილებიანი გრაფიკა. ნახეთ? ყველა მათგანი ასახავს ადამიანს, რომელიც მოძრაობს, რომელიღაც მიმართულებით მიემართება, მაგრამ ყველა მათგანი განსხვავდება დანარჩენებისგან. როგორც კი შევხედავთ, ვინც არ უნდა შეხედოს მსოფლიოში ამ სურათებს, გამოიტანს იგივე დასკვნას. სწორედ ეს არის პირობითი ნიშნები, ანუ პირობითი ნიშნების ენა. კარგით. ახლა როგორ გამოვიყენოთ ვებგვერდი? შეხედეთ, ქვემოთ გვაქვს ბურთულები, რომელთანაც თუ მივიყვანთ კურსორს,
ანუ მაუსის ის წარს, რომელსაც სინამდვილეში ქვია კურსორი, გამოჩნდება ციფრები და შემდეგ რიცხვები. ეს ციფრები ასახავს გვერდს, ანუ რიგით ნომერს. მოდით გადავინაცვლოთ მეორე გვერდზე და ვნახოთ რა არის მეორე გვერდზე. აქ ყოველი გაკვეთილის მეორე გვერდზე ვნახავთ ერთნაირ გამოსახულებას, ანუ გვაქვს 2 ცალი ნახატი, სადაც არის ნაბიჯები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რომ მთავარი დავალება გავაკეთოთ, უნდა გავიაროთ 2 ნაბიჯი. რაშიც იგულისხმება, რომ ცოტა რაღაც უნდა გავარკვიოთ, ახალი ინფორმაცია უნდა გავიგოთ, გავიაზროთ და შემდეგ გამოვიყენოთ დავალების შესასრულებლად. კარგით. ახლა ნახოთ, აი ეს ის არის. დაგვეხმარება შემდეგ გვერდზე გადასვლაში. მესამე გვერდზე. თუ გვინდა უკან დაბრუნება, ასე დავბრუნდებით, ან შეგვიძლია კონკრეტულ ბურთულასთან მივიყვანოთ კურსორი და ასეთ დავაწყაბოთ. მოდით გადავინაცვლოთ მესამე გვერდზე და ვნახოთ. რა გვაქვს აქ? პირობითი ნიშანი არის პატარა ნახატი, რომლითაც ინფორმაციას რაღაც მოსაზრებას შინაარს გადავცემთ. ნახეთ, ამ შემთხვევაში გვაქვს ცისფერი ტექსტი, რომელსაც მიბმული აქვს განმარტება. ანუ, ყველა გაკვეთილში, სადაც ჩვენ შეხვდება ცისფრად დაწერილი დაბეჭდილი ტექსტი, ნიშნავს, რომ ლინკია, ლინკი ნიშნავს ბმულს, ანუ კავშირს. ანუ ამ სიტყვასთან დაკავშირებულია რაღაც. შეიძლება ეს რაღაც იყოს ტექსტი და შეიძლება იყოს სურათი. დავაწყაბოთ და ხედავთ განმარტებას, რომ თურმე ინფორმაცია ნიშნავს ამბავს, შეტყობინებას, ცნობას და ეს ყველაფერი ცოდნაა, ხო? როცა რაღაცა ახალი იცი. კარგი. ახლა დავაწყაბოთ გათიშვის დახურვის ხილაკს, აი ამ X, არაგვერიოს და მთავარ X-ით თუ გავთიშოთ, ბრაუზერი გაითიშება, რაც ნიშნავს, რომ მერე ბრაუზერი ხელახლა უნდა ჩავრთოთ და მერე ხელახლა უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი. გამოვთოთ განმარტება და მოდით ვნახოთ კიდევ ერთი ნიშანი. შეხედეთ, ეს არის სასაუბრო ველი, სადაც შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა და ავტომატურად მივიღებთ პასუხს. თუმცა, გვახსოვდეს, რომ გაკვეთილის პროცესში ამ ჩატზე არ უნდა დავწეროთ. გაკვეთილის პროცესში უნდა მოვუსმინოთ მასწავლებელს და შევასრულოთ ის ინსტრუქციები, რასაც მასწავლებელი გთხოვთ. მოდით, ახლა საცდევად დავწერ ერთ შეკითხვას. რას ნიშნავს სიტყვა კომპიუტერი? ნახოთ, რას მოგწერს. ცოტა დიდხანს ფიქრობს. მოდით, გავთიშავ და მეკეტყვით, რომ კომპიუტერი არის ინგლისური სიტყვა და ქართულად ნიშნავს გამომთვლელს. ამ განმარტებას ერთ-ერთ შემდეგ გაკვეთილშიც შეხვდებით. სახლში უნდა წაიკითხოთ ხოლმე მოცემული ტექსტები, რაც მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში თქვენი სიტყვებით გადმოსცეთ. მოდით გადავიხედოთ შემდეგ გვერდზე. აქაც არის შეკითხვები, ზოგადი შეკითხვები, თუ რა იცი ამ თემაზე, დავალების შესასრულებლად რა შეიძლება დაგჭირდეს. დააკვირდი შემდეგ სავარჯიშოებს და იფიქრე, როგორ გამოიყენო მიღებული ცოდნა. ამისათვის უნდა გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. ნახეთ. აქ გვაქვს შეკითხვა. ხომ არ გეცნობა სურათზე გამოსახული ნიშნები? და რა თქმა უნდა, ყოველ თქვენგანს გეცნობათ. ყოველთვის მაძლევთ ხოლმე სწორ პასუხს და იცით, რომ ეს არის ეგვიპტური იეროგლიფები. თუმცა ყველამ არ იცის, რომ მანამ სანამ ანბანს შექმნიდნენ, იყენებდნენ ასეთ გამოსახულებებს. სრულად წაკითხვა და გაანალიზება მხოლოდ ეგვიპტოლოგებს შეუძლიათ. ანუ იმ ადამიანებს, ვინც ეგვიპტის კულტურას და ისტორიას საფუძვლიანად სწავლობენ.
გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. აქ არის უკვე საგზაო პირობითი ნიშნები, რომელთა უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, იცით. მე ახლა სწრაფად გავვლი ამ გვერდებს, რომ ამ ვიდეოში ჩავატიო განხილვაც, თუ როგორ უნდა გამოვიძახოთ ეს ვებგვერდი, როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენი სასურველი გაკვეთილი, როგორ უნდა გამოვიყენოთ თვითონ ეს საიტი და თან დავათვალიეროთ რა არის პირველ გაკვეთილში. გადავინაცვლოთ შემდეგ გვერდზე. აქაც გვაქვს პირობითი ნიშნები, მათ შორის შუქნიშანი და ესეც იცით. აქ არის უკვე სხვანაირი პირობითი ნიშნები, რომელსაც აქვს სპორტული დატვირთვა, ხელოვნების შესახებ არის, ხელოვნების მიმართულებების შესახებ არის, გამოსახულებები, ლოგოები, სხვადასხვა სახელით შეიძლება მოვიაზროთ და მოვიხსენიოთ, თუმცა თითოეულ მათგანი პირობითი ნიშანია. ანუ, როდესაც შევხედავთ აი ამ გამოსახულებას, ხვდებით, რომ ეს არის სპორტში პირველი ადგილოსნისთვის, ანუ გამარჯვებულისთვის განსაზღვრული მედალი პირველ ადგილოსნისთვის. და ასე შემდეგ. ახლა გადავინაცვლოთ კიდევ შემდეგ გვერდზე და ვნახოთ, რა გვაქვს აქ. შეხედეთ? აქ არის ასევე პირობითი ნიშნები, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ. ნახეთ, როდესაც წითელი წრე გვაქვს გადახაზვით, ნიშნავს, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. თუ დააკვირდებით, პატარა ბოქსები გვაქვს, ან პატარა ბლოკები, სადაც წერია ტექსტი. ეს უნდა წაიკითხოთ ყურადღებით და მაუსს რომ მიიყვანთ ახლოს კურსორს, ნახეთ, ხელის ფორმა აქვს ამ შემთხვევაში. დააწყაპოს და ხელის აუღებლად წაიყვანოთ იმ ნახატთან, რომელსაც ასახავს, აქ წერია, ნუ დაანგრევ ჭიტის ბუდეს. აი, ეს არის. შემდეგი, ნუ დაიჭერ პეპელას. სად არის პეპელა მოვიძებნოთ? აი აქ. ამას დავაწყაპოთ და გადავაჩოჩოთ ამ ნახატის გვერდით. მე არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ახლა ყველას, მაგრამ გეტყვით, რომ თუ ნახეთ დასრულებას, თუ გავაკეთებთ ყველაფერს და დავაწყაპოთ დასრულებას, ვნახავთ, რომ ის ორი ნახატი, რომელიც დავასათაურეთ, არის სწორი, მწვანე ფერით აღნიშნული, ხოლო რომელიც არ გაგვიკეთებია, ან შეიძლება გავაკეთეთ და შეგვეშალა, არის წითლად. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დავაწყაპოთ ღილაკს თავიდან სცადე, დაუბრუნდება თავის საწყის პოზიციას ყველა ტექსტი და შევძლებთ, რომ ხელახლა გადავიტანოთ. ეს გააკეთეთ სახლში. ახლა გადავინაცვლებ შემდეგ გვერდზე. აქაც გვაქვს მსგავსი ტიპის დავალება, რომელიც არის ამინდის შესახებ, სხვადასხვანაირი ამინდის შესახებ, მათი აღწერები და უბრალოდ უნდა გადაადგილოთ ტექსტი. მაგალითად, ნაწილობრივ მზიანი, ეს ნიშნავს, რომ ღრუბელიც არის და მზეც. ბოლოს დააჭერთ დასრულებას. კიდევ გადავინაცვლებ შემდეგ გვერდზე. აქ არის შეკითხვები, რა იცოდი, რა იყო ახალი, რაში გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. და გადავინაცვლებ ასე ყოველ შემდეგ გვერდზე. კარგით. პირობითი ნიშნების ენის შექმნა და გამოყენება. ნახეთ, ახლა უკვე თქვით თუ რომ შექმნათ და ამაზე იფიქროთ, ეს თემა არის წამოწეული წინ. როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ პირობითი ნიშნები. თქვენ შეგვიძლიათ გამოიგონოთ რაიმე ახალი, მერე მეგობრებსაც გააცნოთ და თუ ძალიან კარგი, ორიგინალური და მარტივი იქნება დასამახსოვრებლად, შეიძლება საერთოდაც მთელ მსოფლიოშიც დაიმახსოვრონ თქვენი გამოგონილი პატარა ნახატი, რომელიც რამე ინფორმაციას აწვდის. აქაც არის შეკითხვები, მოდი გადავინაცვლოთ კიდევ შემდეგ გვერდზე. აქ გვყავს უკვე თამაშის სახით გვყავს პერსონაჟები, კირკიტა და მისი მეგობრები, კიდევ გადავინაცვლოთ შემდეგ გვერდზე. ამას უბრალოდ უნდა წაკითხვა და შემდეგ გააზრებ. კირკიტამ გადაწყვეტა მეგობრების მონახულება, მაგრამ მათთან მისასვლელი გზა არც თუ ისე იოლი და უსაფრთხოა. კირკიტამ გვერდი უნდა აუაროს წყალს, ლურჯ უჯრებს. გაეცანი პირობით ნიშნებს, რომ ამოძრავა კირკიტა.
ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი ზემოთ, ნაბიჯი ქვემოთ თუ მისამება. იმისათვის, რომ კირკიტა მეგობრებამდე მივიდეს, ასწავლე გზაპირობითი ნიშნებით. მაგალითად, ბაჭიამდე რომ მივიდეს, საჭიროა გაიაროს შემდეგი ნაბიჯები და მიესალმოს მეგობარს. ანუ ნახეთ ნაბიჯი ქვემოთ, ნაბიჯი მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ, მარჯვნივ, ნაბიჯი ზემოთ და მისამება. მიიყვანე კირკიტა დანარჩენ მეგობრებთან. ასწავლე გზა საწყისი ადგილიდან თითოეულ მეგობრობამდე ცალ-ცალკეო. ანუ ნახეთ, ბაჭიასთან უკვე მივიდა, აი ამ სქემით და ახლა სხვებთან და მივიყვანოთ, გადავინაცვლოთ შემდეგ გვერდზე. ნახეთ, მარტივად გაჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ისრები, ჩაჭიდეთ მაუსი და მაგალითად, კირკიტა ნუ აქ არის, თუ უნდა წამოიყვანოთ ასე პირდაპირ, ოღონდაც გახსოვდეთ, რომ გვერდი უნდა უაროთ წყლის უჯრებს, წყლიან უჯრებს, ხო? ეს უჯრები არის წყლიანი უჯრები, არ წყალია. კიდევ გადმოაჩოჩებთ, შემდეგ გჭირდებათ ზემოთ წასვლა, შემდეგ გჭირდებათ მარჯვნივ წასვლა და მოდით შემდეგ გჭირდება უკვე როცა მისამება. იმედი მაქვს ამას დაკავშირებით კითხვა არ გაქვთ. გადავინაცვლოთ, დანარჩენებთანაც მიიყვანთ, გადავინაცვლოთ შემდეგ გვერდზე და ახალი თავსატეხი აქვს კირკიტას. იმისათვის, რომ კირკიტამ თავის მეგობართან ისაუბროს, მან შექმნა საიდუმლო ენა. და ნახეთ რა საინტერესოა. ცხოველები, ფრინველები, მწერები და ნივთები არის, რომელთა სახელის პირველი ასო ასოცირდება, ან რომელიც სურათიც ასოცირდება პირველ ასოებთან. მაგალითად, ძ. თუ სანამ გჭირდება ასობგერა ძ, იქ წერია ხატია ძაღლი. მოდით გადავინაცვლოთ შემდეგ გვერდზე და ნახოთ. ნახეთ, ნახატებია და ნახატების სახელების პირველი ასოები უნდა შევაერთოთ, რომ მივიღოთ ის პატარა წინადადება, რომელიც ამ ნახატებით არის მოცემული. ნახეთ, აქაც გვაქვს მინიშნება ცისფრად, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს უკან ჩაშენებული მოკარნახე, წერან რაც ვნახეთ და შეგვიძლია რომ შევატაროთ. აი მაგალითად, პირველი ასო რომ ვიპოვოთ. პირველი ასო ყოფილა м. შემდეგი ასო ის არის. სად არის ის არის? აი ის არის. და ასე შემდეგ. ამას გააკეთებთ თქვენ. გადავედით შემდეგ გვერდზე. ცხილის გამოყენებით სცადე რომ შენც დაწერო შენი სახელი კირკიტას საიდუმლო ენაზე. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სახელის პირველი, მეორე და ასე შემდეგ ასოების მიხედვით წკრივში განალაგოთ ნახატები და გამავა თქვენი სახელი. მაგალითად, ჩემი სახელი ასეთი იქნება. м а и а. აი ეს. სცადეთ თქვენს. გადავედით 22 გვერდზე და აქ წერია. გინდა შენი საიდუმლო ენა გქონდეს? სცადე შენი მეგობრებისთვის კირკიტას მსგავსად შენ შექმნა საიდუმლო ენა პირობითი ნიშნების გამოყენებით. ანუ შენ შეგიძლია მოიფიქრო რამე განსხვავებული და გქონდეს შენი საიდუმლო ენა. საიდუმლო, იმიტომ არის რომ საიდუმლოა. და შეჯამება. რა იცოდი და რა იყო ახალი? აქედან თქვენ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ იცოდით. მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესები, პირველი, მეორე, მესამე ადგილოსნის ნახატები და სხვა. ნახოთ შემდეგი გვერდი. აქ წერია, რომ წარმატებით გაიარე ნაბიჯები და ახლა დროა დაიწყო მთავარ დავალების შესრულება. როგორ ატარებ კვირის ერთ დღეს? შენ მიერ შექმნილი პირობითი ნიშნების გამოყენებით შეადგინე დღის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის განრიგი დღის რეჟიმი. აი ეს არის დავალება და აქ არის ისევ შემაჯამებელი შეკითხვები, მაგალითად, რა გაიგე ახალი პირობითი ნიშნების ენის შესახებ? თქვენ იცოდით ეს სიმბოლოები რომ არსებობდა, იცოდით ბევრი მათგანის მნიშვნელობაც, თუმცა არ იცოდით რომ ეს იყო პირობითი ნიშნების ენა. ახლა უკვე იცით.
შეძელი თუ არა პირობითი ნიშნების მნიშვნელობის მიხვედრა და გაგება? რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა? და ბოლოს, დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები? სულ ეს იყო დღევანდელი გაკვეთილი. შემდეგი ვიდეოების მისაღებად გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა არ გამოგრჩეთ არც ერთი სიახლე. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.